მაკეტ ჭანტურია, ბრენდი ჭანტურიას დამფუძნებელი და შემქმნელი. ჩემი ბრენდის ისტორია 2016 წლიდან იწყება და პრინციპში უკვე 10 წლის გახდება სექტემბერში. რაც თავი მახსოვს, სულ ამ თემაში ვარ. ხელი იმანად შევუწყო ნაწილობრივ, რომ ომის მერე ძირითადად მეორეული ტანსაცმლით ვიზრდებოდით და რაღაცა ყველაფერი მორგება მიწევდა საკუთარ თავზე და ძალიან პატარა ასაკიდან უკვე ჩემი შექმნილი ტანსაცმლით დავდიოდი სკოლაშიც. და ეს განსხვავებულობა იქიდან მომყვება. მე უკვე ცოტა წამოვიზარდე დედაჩემის კაბებზე გადავედი. უკვე იმებს ვირგებდი ხოლმე. მაშინ დუბლჯეთში ვცხოვრობდი, თბილისში გამივედი 2014 წელს და უკვე მე-9 კლასში ვიყავი და შევედი სამხატვრო კოლეჯში. 4 წელი ვისწავლე, პირველი სადიპლომო ნამუშევარი შევასრულე. დასრულებისთანავე მაშინ გაიხსნა თათა ვარდანაშვილის პროფესიული სასწავლებელი, ისე დაიმთხვა რომ პირველი ნაკადი ვიყავით ჩვენ. იქ ძალიან დიდი პრაქტიკა მივიღე, აი ეს ტექნოლოგიურად კონსტრუქცია მაგას ვსწავლობდი. აკადემია დავამთავრე, თან დავოჯახდი დამთავრებამდე და მაგ პერიოდში სანამ დავასრულებდი მუშაობდი, რუსთავიოში დავიწყე მუშაობა. ამ პერიოდში ბრენდიც შევქმენი ჩემი 2016 წელი და აკადემიაც დავასრულე. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი კონკურსზე გავიტანე და იქაც პრიზი ავიღე, კიდე სწავლა იყო. Fashion management-ის კურსზე გრანტი მომცეს და ძალიან კაი იყო და მაშინ ბრენდის შექმნაში ეგეც ძალიან დამეხმარა. რომ მნიშვნელოვანი ბრენდინგი, მარკეტინგული სიმჩემის მაინც უცხო იყო ეს სფერო და ძალიან კაი გამოცდილება იყო. მე მაგისტრატურაზე გავაგრძელე სწავლა და მაგისტრატურაზე ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ეხებოდა აფხაზეთს, ჩემს ბავშვობას. სახელის ჩემი ვარდისფერი გზა ესე ერქვა, ნაცრისფერი 90-იანები იყო, კოლექციაც ნაცრისფერი მქონდა. ბოლოს ჩემი კოლექცია იყო ტრანსფორმერი, ჩემი ყველა კაბა თითქმის არის ტრანსფორმერი, ანუ ერთი მხრივ არის სადაფერი და შიგნიდან ძალიან ფერადი, ძალიან ჭრელი. ყველა თითქმის ჩემი მოდელი, ანუ ჩემი ნიშაც ეგ არის ტრანსფორმაცია. სულ ამ სფეროში ვარ, ანუ გამიმართლა რომ ყოველთვის მოვხვდი სამსახურიც ყველანაირი სუსუ ამ თემაში ვარ და სხვადასხვა სიტუაციებში. ბევრნაირი ტელევიზიას კიდე თავისი სპეციფიკა აქვს და ძალიან საინტერესოა თავისთავად და ჩემზე ძალიან საინტერესო იყო. რეალურად ახლა რო ვფიქრობ ხოლმე რაღაც წავიკითხე რომ თუ პროფესია სწორად აირჩევ, მუშაობა არ მოგიწევსო და ჩემზე არა ჩემთვისაც ყველაფერი იყო. არასდროს ხელფას არ ვკითხულობდი, იმდენ შესაძლებლობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რაღაც მიხდიდნენ იმ კონკრეტულ შემთხვევაში და ეს ყველაფერი ვთვლი რომ ბედნიერი ვარ, რომ სულ ვიცოდი რა უნდა მესწავლა, რა მინდოდა და ისე მომიწია გზა და გზა ისეთი ადამიანები ჩემხვდნენ, ვინც ხელი შემიწყვეს და დიდი წვლილი შეიტანეს ამ ყველაფერშიც. დიდღლიანი ადამიანი ვარ. სამი შვილი მყავს. უფროსი 9 წლის არის, უფროსთან ერთად აკადემია დავამთავრე, მეორესთან ერთად უკვე მაგისტრატურა ყველას და მესამე ერთად გადავწყვეტით გერმანიაში. ყველა ჩემს შვილს და მას უკავშირდება რაღაც დიდი ცვლილებები ჩემს ცხოვრებაში. წელს დაბედნიერებამ წავსულიყავი პირველად გავედი საერთაშორისო ბაზარზე, წავსულიყავით მილანში, White Milanos გამოფენაზე. პატრიოტის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით წავედით გამოფენაზე. ძალიან კაი გამოცდილება იყო. წარდგენილი ჰქონდა ჩვენი კოლექცია. ჩემი ტრანსფორმერი კაბებით ვიყავით წარდგენილი და ძალიან კაი დაინტერესება იყო ჩემი კაბების, მაგრამ აქტუალობაც ბევრმა გამოხატა. ну, რაღაცა საქართველოს გაცნობაც იყო, რომ ბევრმა არ იცოდა. ოჯახში აფხაზეთი ყოველთვის თემაა და ახლა რომ ლაპარაკობ ხოლმე მეგრულად საუბრობ, მე მეუღლეს ცოტა ესმის უფრო ნაკლებად და ჩემი შვილები დედიკო ჩვენ გვესმის შენი სოხუმი, რადგან მეგრულ სოხუმს ეძახდნენ. დავით დედიკო მე მესმის შენი სოხუმი და მე მეუღლე მეუღლე მეგრულად ლაპარაკობ, მეგრული
სოხუმი ეს დიდი თემაა ჩვენს ოჯახში. ახლა აფხაზეთი მახსოვს უფრო გადმოცემით, ანუ 2 წლის ვიყავი და ესე ჩემი მეხსიერებით არ მახსოვს, მაგრამ სახლში ეს აფხაზეთის სულ თემა იყო და აფხაზეთიდან გადმოვედი ჩვენ ცხოვრობდით ჯერ ფოთში და მე ზუგდიდში ვიყავით 15 წლამდე იქ ვიცხოვრე. და იმიტომ რომ ბაბუა ჩემი ახლოსნა ყოფილიყო რომ დღეს ხვალ ბრუნდებოდა და არ უნდა წამოსულიყო შორს. ჩვენ ცხოვრობდით შრომა ერქვა ჩემს სოფელს სოხუმიდან 8 კილომეტრში იყო. ჩემი პატარა და ჩვენ 3 დები ვართ. რამდენიმე თვის იყო 92-იანია. ძალიან პატარა იყო, თვეების იყო, ომი რო დაიწყო და ჩემს შობლებს საკმაოდ რთულ თანდაჩემ ძალიან ახალგაზრდა იყო 22 წლის იყო მაშინ და უკვე 3-ვე ვყავდით და მოუწია მან მამაჩემთან ომობდა დარჩა და რაღაცა მარტო დედამთო მამამთთან ერთად 3 ბავშვით ხარ მახსენდა ხომ მე 22-საც 25-ის დაოჯახდი და ეხლა ზოგი რაღაცებზე რომ მქონდა ხოლმე რომ რაღაცა მშობლებზე ბავშვებს როცა ასაკი რო გაქვს და პრეტენზიები და მე ახლა რო ვიაზრებ რომ რა პატარა ასაკში რისი გადატანა მოუწიათ ჩემს მშობლებს გმირები არიან რეალურად მეუღლე ძალიან მეხმარება ჩემს საქმეშიც გერჩი მიდგას ანალოგიურად მეც თავის საქმეში რითაც შეგვიძლია გაყოფილი გვაქვს რაღაცეები და როცა ვის როგორც ჭირდება სახეც მარტო ვარ, მარტო ვცხოვრობ, თუნდაც ბავშვებთანაც ძალიან გამიმართლა მეუღლეც ესეთი მყავს მიუხედავად ამ რთული წლებისა მაინც ყოველთვის პოზიტიურად უყურებ ანუ ჩემი ნამუშევარიც ესეთი არ იყო ხიარული იყო ზუსტად იმის ხაზგასმולה და მიუხედავად ყველაფრისა ან ცხოვრებაც გრძელდება ანუ ყოველთვის არის რაღაცა რის გამოც რის გაკეთებაც შეგიძლია და რის გამოც შეიძლება იცხოვრო და რაღაცა და ყველაფერი რაც ცუდი ხდება, ვერ ყოფილა სხვა დროსაც რაღაცები კი არა უშავს, იმიტომ ხდება რომ რაღაცა უფრო კარგი უნდა მოხდეს. ეს ყოველთვის ქონდა ეს მომენტი და ძალიან მეხმარებოდა. დღემდე ესე არის, რაღაცა ნებისმიერი დაბრკოლებას ვცდილობ რომ მომავატრიალო და ჩემთვის მოტივაცია გავხადო.